გამარჯობათ, მე JSON-ის ადმინისტრატორი ვარ და დღეს ამ ვიდეო გაკვეთილში გასწავლით, როგორ უნდა გააკეთოთ აი ასეთი რამ საიტზე და სხვანაირი სკრიპტებიც, მაგალითად, დალაიქების და ან მოწონების. ეს იყო თხოვნა დათოსგან და დღეს მე შევასრულებ მის თოვნას. ამისათვის უნდა შევიდეთ ამ საიტზე, რომელსაც მე ვიდეოს აუცილებლად მოვაყოლებ. და ამ საიტზე როდესაც შევალთ, ავრჩიოთ ჩვენ სასურველ სკრიპტს, მაგალითად ეს არის დალაიქების სკრიპტი. აქ ჩაწერთ თქვენი საიტის ლინკს, მაგალითად გავაკეთოთ JSON-ისთვის. აქ ჩაწერთ საიტის ლინკს, შემდეგ აქედან აირჩიოთ ამ ლაიქის ფორმებს. თქვენ ხედავთ, რომ ლაიქების ფორმები ეცვლება. მაგალითად იყოს სტანდარტი, აი ეს ამას აქედან აირჩევთ ზუმას, იყოს 450 და შემდეგ დაწვევით get code. შემდეგ შევხვდით თქვენი საიტის სამართავ პანელში და აკოპირებთ აი ამ ბმულს და ვსვავთ საიტის სამართავ პანელში. იმ გვერდზე ვსვავთ, სადაც გინდათ რომ გამოჩნდეს. მაგალითად, მე მინდა რომ ფაილ კატალოგში გამოჩნდეს. მაგალითად, ჩავსვათ აქ სკრიპტი აქ. დავაჭიროთ saves და გადავიდეთ საიტზე. აი თქვენ ხედავთ, რომ გაკეთდა ეს დალაიქების სკრიპტი, როდესაც დააჭერენ და რა თქმა უნდა იყვნენ შესული Facebook-ზე, ჩვეულებრივად აქ მოემატება დალაიქება. მეორე არის ჩვენ საიტზე როგორიცა გვაქვს ასეთი ფანჯარა. აქაც ჩაწერთ თქვენ საიტს, მაგალითად აქ აირჩევთ ზომას და შემდეგ აწვევით get codes და ამას ვსვავთ, სადაც გინდათ რომ გამოჩნდეს, რომელ გვერდზე და რა ადგილას, მაგალითად ჩვენ ჩავსვათ აი აქ. აღარ ჩავსვამე. მოკლედ სადაც ჩავსვათ, იქ გამოჩნდებათ. არაფერი ზედმეტი არ უნდა. ასევე აქვს ამას თუ საიტი გააქვთ გაკეთებული Facebook-ზე. აქ ჩაწერთ, თქვათ gmaster.com-ს როგორც აქვს. აქ ჩაწერთ თქვენ საიტს და თქვენ ხედავთ, რომ ეს არის gmaster.com-ის მოგაცრავად gmaster.com-ს ან my videos. აი თქვენ ხედავთ, თუ ესეთი გაქვთ გაკეთებული, თქვენ საიტზე ესეთი ჩაისმევა. რა თქმა უნდა დააწვევით აქ get code და ამ სკრიპტს აკოპირებთ და სადაც გინდათ იმ გვერდზე ჩასვათ. ეს ვიდეო კურსი ამით დამთავრდა. თუ რამე ვერ გაიგეთ, შემოძადეთ JSON-ზე ან დამატეთ Skype-ში.